ისინი რაღაცას აწყობენ. ისინი გეგმავენ, რომ როგორმე ოქტომბრის 7-ის მსგავსი თავდასხმა მოაწყონ ობიექტებს, ამერიკულ ობიექტებს, აიყვანონ ამერიკელები ძევლად და გადაიყვანონ ისინი ირანში. თუ მსოფლიო გადაწყვეტს, რომ უბრალოდ გვერდზე გადგეს და ელოდოს იგივე შედეგებს. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Access of Truth-ზე JNS-ზე. დღეს ჩვენთან ძალიან განსაკუთრებული სტუმარია ბიჯან ქიანი, თავისუფლების ხმების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, ორჯერ დამტკიცებული აშშ-ს სენატის მიერ. ის მსახურობდა უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პოზიციებზე, პრეზიდენტების ჯორჯ ბუშის, ბარაკ ობამას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციებში. მათ შორის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მოადგილედ 2016 წლის საპრეზიდენტო გადასვლის გუნდში. დღეს ვისაუბრებთ ისლამური რესპუბლიკის მზარდ საფრთხეზე, ასევე მის გლობალურ პარტნიორობებზე და იმაზე, რაც ამერიკელებმა უნდა იცოდნენ რეჟიმის გრძელვადიანი სტრატეგიის შესახებ ამ ომის ეტაპზე. მოგესალმები გადაცემაში ბიჟან, დიდი მადლობა რომ დღეს აქ ხარ. მიხარია რომ აქ ვარ შენთან ერთად ემილი. გიჟური სამყაროა, ბევრი გვაქვს ალაპარაკო. დღეს ნამდვილად ბევრი გვაქვს განსახილველი. შენ გააფრთხილე, რომ ისლამური რესპუბლიკის საფრთხე შეერთებული შტატებისთვის ბევრად საცდება მხოლოდ რაკეტებსა და ბირთვულ იარაღს. შენ აღწერე სცენარი, სადაც რეჟიმი შესაძლოა შეეცადოს ოქტომბრის 7-ის მსგავსი თავდასხმის მოწყობას აშშ-ის ტერიტორიაზე, მძევლების აყვანით. რამდენად რეალურია ეს საფრთხე და რატო ფიქრობ, რომ ვაშინგტონში ბევრი ადამიანი მაინც განაგრძობს მის დაუფასებლობას? იცი ემილი, სადაზვერვო ოფიცრებს, სადაზვერვო ორგანიზაციებს რთული სამუშაო აქვს. თუ ისინი რეაგირებენ რამეზე, რასაც საფრთხედ მიიჩნევენ, ეს არის უშუალო საფრთხე, ესენი ამას აცნობებენ. მათ შეიძლება დაადანაშაულონ გადაჭარბებაში, შეიძლება დაადანაშაულონ გადამეტებულ რეაქციაში, ზედმეტად გულმოდგინე სადაზვერვო ოფიცრებად. და თუ ისინი უგულებელ ყოფენ ამას, მათ დაადანაშაულებენ რაღაცების გამოტოვებაში. იცით, სადაზვერვო ოფიცერსა და რეპორტიოს შორის განსხვავება. სადაზვერვო ოფიცრის შეფასება იზომება იმით, თუ როგორ იმუშავა მან თავდასხმამდე. და რა თქმა უნდა, ახალი ამბების რეპორტიორის გარემო თავდასხმის შემდეგია. ასე რომ, ეს რთული სიტუაციაა, იცით, ჩვენ ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ იმ მამაკაცებისა და ქალების, ჩვენი ქვეყნის უხმო გმირების, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ შეინარჩუნეს. მაგრამ ისი ამბობენ, რომ ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების ადგილი. ასულში, იცი, მოდი დავბრუნდეთ. მოდი დავბრუნდეთ და შევხედოთ რა მოხდა 9/11-ის მდე. ქონდა თავდასხმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე. ქონდა თავდასხმა საელჩოებზე ტანზანიასა და კენიაში. ასევე ქონდა თავდასხმა USS Cole-ზე იემენში. ასე რომ, თუ 5 წლის ბავშვს გითხავდით, მე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას და თქვენ უნდა იპოვოთ ლოგიკური თანმიმდევრობა. რა მოდის შემდეგ? ვამბობ მიწა. ზღვა და 5 წლის ბავშვი უდაოდ იტყოდა ჰაერი. ასე იყო 9/11-ის შემთხვევაც. და წარმოიდგინე, რომ გეკითხა რამდენად რეალურია ეს. როგორ შეგვეძლო რეაგირება. და კიდე ერთი რამ არის იცი. ჩვენ ასევე ვნახეთ, როცა ისრაელის დაზვერვამ ბუკლეტი იერიხოს კედელი იპოვა. და როცა კარგი დაზვერვის ოფიცერი ისრაელის დაზვერვის ოფიცერმა განაცხადა, რომ საზღვარზე უცნაურ აქტივობებს ვაკვირდები. და შემდეგ ის ქალები, დამკვირვებლები, რომლებიც საზღვარზე თვალს ადევნებენ, მათ განაცხადეს, რომ აქ რაღაც უჩვეულო ხდება. და ეს უგულებელყვეს. საქმე არ ეხება კეთილ განწყობას ისრაელის თავდაცვის ძალების ან ისრაელის სადაზვერვო აპარატის მიმართ. ეს უბრალოდ იმის გადმოცემა რაც მოხდა. რაც მოხდა იყო ის, რომ მას ყურადღება არ მიაღწიეს. ეს არის რეალობა. და 7 ოქტომბრის ტრაგედია მოხდა. ასე რომ, ვიღაც შეიძლება დამადანაშაულოს გადაჭარბებაში, იმაში, რომ წარმოვიდგენ ისეთ რაღაცებს, რაც ალბათ არ მოხდება. არა, ირანის დაზვერვა არ აპირებს ერთობლივად იმუშაოს რეგულარულ არმიასთან, რადგან მას სჭირდებათ ლოგისტიკა. მას სჭირდებათ იცოდნენ, როგორ მიიღონ მხარდაჭერა. ყოველთვის, როცა ესეთ ოპერაციებს ატარებენ, ისინი გეგმავენ. ისინი გეგმავენ, რომ როგორმე 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა მოაწყონ ამერიკულ ობიექტებზე, აიყვანონ ამერიკელები მძევლად და გადაიყვანონ ისინი ირანში. და შემდეგ, იცი, იტყვი ბიჟან, მოდი რა, ეს ძალიან არარეალური იდეა, ისინი ამას არ გააკეთებენ. კარგი, თუ მსოფლიოს უნდა ხელები დაიკრიფოს და ასე თქვას, მაშინ ელოდეთ იგივე შედეგებს, რაც ჩვენ დაგვემართა 9/11-ზე და ისრაელში ოქტომბერში. ტრაგედია 7 ოქტომბრის ტრაგედია.
ეს არ უნდა დაუშვათ. ამიტომ ხალხმა ეს არ უნდა უგულებელყოს, ამაში ძალიან ბევრი პოლიტიკაა, ძალიან ბევრი პარტიულობა. ბევრი ადამიანი, ვისაც პრეზიდენტი ტრამპი არ მოსწონს სხვადასხვა მიზეზის გამო და ზოგიერთ მათგანს მათაც კი არ შეუძლიათ გითხრან აპა. მაგრამ იცი, მათ სხვადასხვა მოსაზრებები აქვს, რომლებიც მუდმივად სხვების გავლენით იცვლებება. ამას ვერ უგულებელყოფ. ამიტომ ეს გარემო ნამდვილად ისეთი სუფთა არ არის. ისეთი უბიწო არ არის, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ვფიქრობ, სწორედ ეს არის. კითხვა ესეთია. თქვენ კითხულობთ, რამდენად შესაძლებელია ეს გეგმა. ზუსტად იგივე კითხვები უნდა დაგესვათ 11 სექტემბრამდე და იგივე კითხვები უნდა დაგესვათ 7 ოქტომბრამდე. ეს მათი შესაძლებლობების ფარგლებშია. მათ აჩვენეს, ნიშნები. როცა ისინი მოდიან და ამბობენ, ჩვენ ამერიკელებს ძელად ავიყვანთ და თითოეულზე $1 მილიარდ მოვითხოთ. სერიოზულად მოეკიდეთ მათ. მიიღეთ ისინი სერიოზულად. აი ამას ვამბობ. ამას ვამბობ და თუ ეს გადაჭარბებულად ჟერჟერს იცით? არ ვიცი რა ვთქვა. ცდილობ აფეთქებამდე ვიფიქრო მგონი. ეხლა მრავალი წლის განმავლობაში ბევრმა დასავლეთში და ასევე ირანელებმა განასხვავეს ირანხავეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი IRGC, ისლამური რესპუბლიკა და არტეში, ანუ ირანის რეგულარული არმია. ისინი ფიქრობდნენ, რომ არმია ცოტა უფრო პროფესიონალურად დარჩა. ალბათ ნაკლებად იყო იდეოლოგიურად ერთგული, ვიდრე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი. თქვენ ამტკიცებთ, რომ ეს ვარაუდი აღარ არის სწორი. რა შეიცვალა? და რატომ მიუთითებთ მაგალითად კონტრადმირალ ჰაბიბ საიარიზე, როგორც სიმბოლოზე იმისა, თუ რამდენად ღრმა დააკომპრომეტა რეჟიმმა რეგულარული შეიარაღებული ძალები. დიახ, იცით, ეს ძალიან საინტერესოა. ნება მომეცით ამ შესაძლებლობით თქვა, რომ ეს ერთადერთი რამ არ არის, რაც წლების განმავლობაში, პოლიტიკის ფორმირებაში არასწორად გაგვიგია. იცით, ირანის სულად გაგების მხრივ ცოდნის დეფიციტია. როცა ირანზე საუბრობთ, ეს უბრალოდ რუკაზე არსებული ქვეყანა არ არის. ეს ცივილიზაცია. ეს უნდა გაიგოთ. და თუ გსურთ იცოდეთ, რას ნიშნავს ეს, აი, ვიჟან, მოდი ახლა პოეზიაზე ლაპარაკობ. რა კავშირი აქვს ცივილიზაციას ამასთან? კარგი, შემიძლია გითხრათ, რა კავშირი აქვს ამასთან. მე წაგიყვანთ პატარა ქალაქში, რომელსაც აბადანონი ქვია. და ამ ქალაქში ხალხი მშიერია. ისინი იტანჯებიან. მათ არ აქვს საკმარისი ფული საჭმლის საყიდლად. და შემდეგ რაც ხდება ისაა, რომ როცა მთავრობა ბრინჯის მიაწვდის, ისინი მათ აგდებენ. ისინი ამას არ იღებენ. ეს სოფლიოში სხვაგან არსად არ ხდება. შეხედე, როცა ესეთი რაღაცები ხდება, ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ერთი იმ ბრინჯის სტომარა რამე მსგავსი ჩაიგდოს ხელში. არა, ასე არ ხდება. მეორეც, ჩვენ ვივარაუდეთ, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა, უბრალოდ უზარმაზრად, უზომოდ, სასაცილოდ, მან თქვა, რომ 94 მილიონი ადამიანი ქვეყნიდან გაქცევას აპირებს. ეს აჩვენებს განათლების ნაკლებობას, ცოდნის სიღარიბეს. ეს ის ხალხი არ არის, ვინც გაიქცეოდა. ისინი ბრუნდებიან და მითხეს და ამიხსდეს კიდეც. და ხო იცი, მაშინ ნება მომეცით ვიყო გულწრფელი, ძალიან გულწრფელი. დაუნდობლად გულწრფელი. ვერ ვახერხებ საკუთარ თავს გამოვეყო ამ უცოდინარობას. ჩვენ ექსპერტები არ ვართ, ჩვენ ის ისტორია არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით იმ ცივილიზაციის სიღრმე, რომელიც გავლენას ახდენს კულტურაზე, ხალხის ქცევაზე. როგორ შეგიძლია ომი დაიწყო ქვეყანასთან, როცა მათი ხალხი არ იცნობ. ეს კარგი რამ არ არის. ეხლა მივედით იმ საკითხამდე, რომელიც ავსცენეთ, ეს კონტრადმირალია ჰაბიბ საიარი. ადრე უყურებდით, როგორც თქვენ ახსენეთ, განსხვავება ირანის რევოლუციურ გვარდიასა და არტეს შორის. რატო ვფიქრობდით ესე? იმიტომ რომ გვეგონა არტეს ისტორია ქონდა. მას ქონდა დოქტრინა, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნისა და ხალხის დაცვას. და ჩვენ ცდებოდით. არ არსებობს ესეთი რამ. სულიად არასწორია. ეს ზუსტად ისეა, როგორც ხალხი პრეზიდენტ ტრამპს ეკითხებოდა. თქვენ ამბობდით, ეს კარგი ხალხია. მეორე, პირველი ფენა გამორიცხულია, მეორე ფენა გამომორიცხულია, მესამე ფენა არის ხალხი, ვისთანაც რეალურად შეგვიძლია ვუშაობ. და შემდეგ დაბრუნდა და თქვა, ეხლა ნაგავთან გვაქვს საქმე. აბა რა მოხდა? რა განსხვავებაა? როგორ გავერკვიეთ ამაში? ზუსტად იგივეა განსხვავება ირანის რევოლუციურ გვარდიასა და არტეს შორის. სულიად არანაირი განსხვავება, ერთი რამ უნდა გავიგოთ, ორი ძმა, ერთ-ერთი ირანის რევოლუციურ გვარდიას ხელმძღვანელობდა, მეორე არმიაში იყო. სალამისი, თქვენ ახსენეთ ჰაბიბ საიარი, კონტრადმირალი. იცით,
ჩვენ მას უყურებდით როგორც ადამიანს, რომელსაც ხალხი პატივს სცემდა. ის ძველი თაობის ნაწილი იყო. მას ნამდვილი სკოლები ჰქონდა გავლილი, ნამდვილი განათლება, იცით, სარლობის სკოლა, ყველაფერი. და ჩვენ ვთქვით, იცით, ეს არის ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ის, ვინც ითქვის, იცით ბიჭებო, ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ. მოდი უბრალოდ დაუნებდეთ ხალხს. მოდით გონიურულები ვიყოთ. და ჩვენ ცდებოდით, სრულიად ცდებოდით. პირველ რიგში იგივე ამბავია. მისი ძმა მეჰდი დავზორის უფროსია. და თუ ივლით და ხალხს კითხავ, ეთქვიან რომ ეს ორი ძმა ერთმანეთს არ ესაუბრებიან, ერთმანეთს არ უყვართ, კარგი, რა თქმა უნდა. მთავრობამ ერთი ძმა აირჩია ირანის რევოლუციურ გვარდიაში, მეორე კი ჩვეულებრივ არმიაში. რადგან ისინი ერთმანეთს არ ესაუბრებიან, რადგან ისინი მართლა იცით, სულ დაპირისპირებულები არიან. ეს არის გამოთქმა, რომელიც მე სწორედ დღეს დილით მასწავლეს. მაგრამ ეს ნიშნავს, როცა ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან. და ეს ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილად ერთმანეთის წინააღმდეგ არის. დაცუნებული არ ვარ. ჰაბიბ საიარი დღეს ირანის ბავშვების მკვლელების რუპორად იქცა. ის იქ დგას გულგრილად, მედლებით აქედან ხებამდე და საკმაოდ სამხედრო იერით. მაგრამ მას უყურებენ როგორც უსარგებლო, აბსოლუტურად მოხუც კაცს, რომელიც დღეს არაფერში ვარგა. და იცით, არსებობს გაზიარებული პასუხისმგებლობის კონცეფცია. თუ თქვენ უსამართლობას ხედავთ, თუ დანაშაულის მოწმე ხართ და არა მხოლოდ არაფერს აკეთებთ ამის წინააღმდეგ, არამედ ეხმარებით მას. თქვენ ხელს უწყობთ ამას. ის აქეთ-იქით დადის, შეხედეთ მას. ის დადის, კოცლის ბავშვებს და სტუმრობს იმ ადამიანების საფლავებს, რომლებმაც ირანელი ბავშვები მოკლეს. და ეს არის მისი როლი. ეხლა გინდათ რომ ენდოთ მას რისთვის, რა როლისთვის. ისინი ვინც მის ქვემოთ არიან, იცით, თქვენ განსხვავებაზე ისაუბრეთ. განსხვავება არა რევოლუციურ გვარდიასა და ჩვეულებრივ არმიას შორისაა, განსხვავება ამ მოხუცებს შორისაა, რომლებსაც იმდენი ვალი აქვთ, იმ მედლების გამო, რაც აქვთ. იცით, როგორც არ უნდა კონდეთ მოპოვებული. ისინი თითოეული მედლის გამო იმდენად ვალში არიან, რომ ისინი დაემოჩილებიან ყველა ზემოდან მოცემულ ბრძანებას, რომელიც ამბობს: გააკეთე და ისინი გააკეთებენ ამას. და როცა ამ კონტრადმირალს უყურებ, ერთვარსკვლავიანი ოფიცერი, ძალიან რთულია შეხედო მას და პატივისცე. და დამიჯერე, ისინი ვინც მის დაქვემდებარებაში არიან, აღარ სცემენ მას პატივს. განსხვავებას ეძებ. შეხედე ირანში ახალგაზრდა უმაღლესი რანგის ოფიცრების თაობას, რომლებიც წინ მოიწევენ. ისინი ამას იციან. ისინი უბრალოდ ძალიან შეშინებულები არიან. იცი, ერთი არასწორი ნაბიჯი და ისინი მოკდებიან. ისინი ძალიან ეშინიათ ამის. ამიტომ იცი მე ვფიქრობ, რომ მომავალში შეიძლება დაინახო ის, რომ აღარ იქნებიან ძველი გვარდიის წარმომადგენლები, რომლებიც ყველა იმ ლენტით არიან დაჯილდოებულები და რაღაც კონკრეტული ვალი აქვთ მთავრობის წინაშე, რაც ნიშნავს, რომ თუ მთავრობა იტყვის, იცი, მე ხა წავალ და ბავშვებს მოკლაო, შენ უბრალოდ უნდა იდგე და არაფერი გააკეთო. და თუ შეგიძლია უბრალოდ ხუები გამომიგზავნე. ზუსტად ამას აკეთებენ ჰაბიბ საიარი და მისნაირი ადამიანები. ისინი საზიზგრები არიან. სიცხვილია იმ ადამიანებზე, ვინც ესეთ ფორმას ატარებს. და მათი საქმეა ხალხისა და ქვეყნის დაცვა. და ორივეში მას ხდები. ამ მომენტს მინდა გამოვიყენო და ვთქვა, რომ სამხედრო პერსონალის მომავალი, მათ შორის ახლა დაწინაურებული უმაღლესი რანგის ოფიცრებისთვის არის ნათელი. თუ მათ არავინ მოუკლავთ, არაფერი მოუპარებიათ ფიათ. თუ მათ ნამდვილად არავის რეპუტაცია არ დაუზიანებიათ, თუ პირადი საჩივარი სადმე არ შეუქმნიათ, არ უნდა ინერვიულონ. სამხედროებისთვის მომავალი ნათელი იქნება, რადგან ქვეყანა აუცილებლად დაუბრუნდება თავისი რეგულარული არმიის მოვლას. ჰორიზონტზე კარგი ამბებია. მოდით ყურადღება გავამახვილოთ მომავალ თაობაზე. ვინც დაღლილია, მათ დახმარება სჭირდებათ, რომ თავი დააღწიონ ამ წოლგვარდიას. ვაუ, დიახ, ეს ნამდვილად ღალატია. ნამდვილი ღალატია ირანელი ხალხის მიმართ. მინდა ცოტა თემას შევცვალო, რადგან ვიციან ბევრს საუბრობთ უკრაინაში რუსულ დრონებზე. მაგრამ რეალურად, ბევრად ნაკლები ყურადღება მიექცა რუსეთის დახმარებას ისლამური რესპუბლიკისთვის, რაშიც ვიცი, რომ ძალიან კარგად ერკვევით. რამდენად მნიშვნელოვანია მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით Kometo-M ნავიგაციის სისტემის გადაცემა შაჰედის დრონების სიზუსტის გასაუმჯობესებლად. და კიდევ რა სხვა ფორმის, სამხედრო ან სადაზვერო მხარდაჭერას უწევს რუსეთი, რაც ახლა საზოგადოების თვალთახედვის მიღმა ხდება. მე მილით წლების განმავლობაში ირანისა და ირანის იმპერიული მთავრობისთვის სამხედრო განათლების სტანდარტი ნატო სტანდარტები იყო.
და ეს ნიშნავს, რომ სწორედ შეერთებული შტატების სტანდარტები ისწავლებოდა ოფიცრებისთვის. როცა ეს დაასრულდა, ჯერ ყოფილი საბჭოთა კავშირი და შემდეგ რუსეთმა აიღო ეს როლი. და ეს განათლება, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ძველი ისტორია, განახლდა და დაზვერვის გაზიარება, სამხედრო განათლება, რაც გინდათ. ეს ყველაფერი იქ იყო და ვითარდებება. და კომეტამ დადასტურებულია, რომ დაყენებულია შაჰედ 136 დრონებზე ნავიგაციის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. და იცის მაინტერესებდა, როდის მიხიდეს ეს დრონები, როგორც ამბობენ რუსეთს. ამაში ეჭვი შევიტანე. ესე რომ ეს ძალიან უცნაური. ანუ ეს რთული ტექნოლოგია არ არის. ეს არის რაღაც, რაც ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც აქვს საბაზისო რესურსები და 3D პრინტერი შეუძლია გააკეთოს ყველაფერი რაც უნდა. რატო ხიდულობს რუსეთი დრონებს ისლამური რესპუბლიკისგან? ესენი იაფი დრონებია და მათ შეუძლიათ მათი წარმოება. ხო. ისინი არ ხიდულობდნენ მათ. ისინი იღებდნენ მათ ამ საბაბით, რომ დაემონტაჟებინათ უკეთესი კომეტა სანავიგაციო სისტემა და დაებრუნებინათ უკან. აი ეს ხდება. და ეს გრძელდება. ეს გრძელდება ძალიან ჩუმად. იცი ოპერაციული დაზვერვის დახმარება. და უნდა ვინერვიულოთ ამაზე. აბსოლუტურად. არ უნდა კონდეს ასეთი დამოკიდებულება, რომ არაფერია. იცი, გადაჭარბებული სადაზვერვო ანგარიშები, იცი ზედმეტად გულმოდგინე ოპერატორები, რომლებიც აჟიტირებულები ხდებიან. არ უნდა გავაკეთოთ ესე, ეს საშიშია. ეს გამოიწვევს დანაკარგს, რომელსაც ვინანებთ თუ ამ დამოკიდებულებას გავაგრძელებთ ემილი. უდაოდ ეს ნამდვილად ასეა. ვგულისხმობ, ჩვენ ნახეთ, როგორაც თუნდაც მცირე განვითარებით, მცირე წინსვლით, დრონები, რომელსაც ჰეზბოლა იყენებდა ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, ლიბანში ამან ბევრი მსხვერპლი გამოიწვია. ამიტომ ეს ცვლილებები, რომელსაც ისინი შეტევების განსახორციელებოდ აკეთებენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუდგეთ მსუბუქად. მაგრამ იცი, ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება დებატები იმაზე, არსებობს თუ არა განსხვავება. როგორც თქვენ ახსენეთ, იერუსალიმსა და ვაშინგტონს შორის არსებობს განსხვავება, თუ როგორ უნდა მოექცნენ ისლამურ რეჟიმს. თქვენ თვითონაც თქვით, რომ ეს განსხვავება მთელ მსოფლიოს უფრო საშიშს ხდის. რატო ფიქრობთ ასე? და როგორ გონიათ, რა არ ესმით ჯერ კიდევ ბევრ ამერიკელ გადაწყვეტილების მიმღებს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ JD Vance, ამ რეჟიმის შესახებ. იცით, ემილი, მევრი რამ არ ესმით. ასე რომ, ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი არ არის. ჩვენ ეხლა ხან კიდევ ერთი საკითხი განვიხილეთ. მაგრამ იცით, ისრაელი ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში. თუ ვინმე ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ ვინმე საინტერესებს, აბა რა მნიშვნელობა აქვს ამას? როდესაც ქვეყანას დემოკრატია აქვს, არის სტაბილურობა. ცვლილებები ხდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში. მაგრამ როცა დემოკრატია გაქვს, ცვლილებები ხდება ისე, რომ ადამიანები ერთმანეთს არ კლავენ. უბრალოდ, იცი, ისრაელის პრემიერ-მინისტრები ბოლო 50 წლის, 70 წლის განმავლობაში დასაწყისიდან. ასე რომ, ეს არის მოკავშირე. ეს შეერთებული შტატებისთვის ისეთი მოკავშირეა, რომ თუ მისი აღწერა მომიწევდა, მე დავბრუნდებოდი იმაზე, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა. გახსოვთ რა თქვა მან? მან თქვა, რომ თუ ისრაელი არ იარსებებდა, შეერთებულ შტატებს მოუწევდა ისრაელის შექმნა როგორც მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში. ასე რომ, დღის სინათლე. რას ნიშნავს ეს? იცი, უცნაური სიტყვაა პოლიტიკასა და დიპლომატიაზე რო გამოიყენება. იცი, როცა ორ ობიექტს შორის მცირედი რიობიც კი არის, შუქი შემოვა. ეს ნიშნავს უცირეს განსხვავებას. ეს მნიშვნელოვანია. არსებობს მიზეზი, რატომაც მას ბზარს ეძახიან და არა დიდ უთანხმოებას. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ არსებობს მცირე აზრთა სხვადასხვაობა მსოფლიოს შესახებ, ვაშინგტონსა და იერუსალიმს შორის, მოელოდეთ არეულ სამყაროს. რატო უნდა მოელოდეთ ამას? იმიტომ რომ ისრაელი, იცით, მე ხელმძღვანელობდი ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და რუსეთის პორტფელს ექსპორტ-იმპორტ ბანკში, სადაც მსახურობდი. და გამახსენდა ვიღაცამ კითხა და ელჩმაურინმაც კითხა, მან თქვა, ბიჟან, აცნობიერებ რომ ისრაელი ახლო აღმოსავლეთშია. უთხარი, კი. მამ კითხა, რატო არ ყოფილხარ იქ? უთხარი, იქ წასვლას გეგმა. ანუ ისრაელი ახლო აღმოსავლეთშია. ახლო აღმოსავლეთი საშიში ადგილია. და როცა ვაშინგტონსა და იერუსალიმს შორის განსხვავებაა, მოელოდეთ არეულობას, მოელოდეთ პრობლემებს. რატომ გვაქვს ესეთი ურთიერთობა ისრაელთან? რა თქმა უნდა, ყველაფერზე ავთანხმდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შორის ბზარია. ბზარა ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე არ ვთანხმდებით, მაგალითად, ისრაელის უსაფრთხოებაზე.
ეს ის საკითხი არ არის, სადაც თუნდაც უმცირესირესი განსხვავება შეიძლება არსებობდეს. ასე რომ ვაშინგტონსა და იერუსალიმს შორის არანაირი დისტანცია არ უნდა იყოს მისაღები. ეს კარი უნდა დავხუროთ. ერთად უნდა ვიყოთ. წინიარე. ისრაელი ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირეა და ერთადერთი დემოკრატია. მოდი დავეხდნოთ სტაბილურობას. მოდი დავდოთ ფსონი ამაზე. რაც შეეხება, როგორც იცით, კომენტარების გაკეთებას. ისევე დაბნეული ვარ, როგორც თქვენ, რატო დაიწყო უეცრად ეს თავდასხმა მოკავშირეზე? ჩვენს მოკავშირეებს მტრებად ვექცევით და მტრებს მეგობრებად. დაბნეული ვარ. ეს ცუდი კითხვაა დასასმელად, არ მინდა პასუხის მოსმენა, რადგან მეშინია, რომ პასუხი ის იქნება, რაც არ მინდა გავიგო. და რას ფიქრობთ ამ ცნობებზე JD Vance-ის მრჩეველებთან დაკავშირებით, მათ შორის Soha Abu Mhawi's? ჩვენ Twitter არსიც გივნახეთ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის აძლევდა რჩევებს და ცდილობდა alt-right-ში ჩართულიყო. გულისხმობ, ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ აშშ-ის პოლიტიკაზე ირანში. ისინი ზეგალენას ახდენენ ვიცე-პრეზიდენტის შეხედულებებზე ისრაელის მიმართ. ძალიან გამიკვირდება თუ ასე არ არის. ძალიან გამიკვირდება თუ ასე არ იქნება. მაგრამ ხო იცი, უნდა მისცე ვიცე პრეზიდენტ JD Vance ცოტა შეღავათი. მება მომეცი, რამდენიმე ვარაუდი გავაკეთო და ვნახოთ. შენთვის მისაღებია თუ არა. ფიქრობ, რომ ვიცე-პრეზიდენტი JD Vance მართლა ებრძვის პრეზიდენტ ტრამპს. თუ ფიქრობ, რომ იქნებ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩასჩურჩულა კურსში, იცი მე როცა ცუდი პოლიციელის როლს თამაშობ, იცი რას გააკეთებ. და როცა კარ პოლიციელს თამაშობ, იცი რას გააკეთებ. და როგორ ფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტი Vance, რომელიც ერთგულია პრეზიდენტის მიმართ, სარგებლობს პრეზიდენტის ნდობით, ვიცე-პრეზიდენტია. როგორ ფიქრობ, რა სიტყვის ის? არ ფიქრობ ესე. მგონია უბრალოდ გუწვევად არ დაგეთანხმები. არ ფიქრობ ეს. ეს უბრალოდ აზრის მოკლებულია, ემილი. ასე ფიქრი. რას ფიქრობ? რას ფიქრობთ? სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი სახელმწიფო მდივანი ოდესმე. ის მუშაობს მსოფლიოში ყველაზე არეულ გარემოში. ყველაზე რთული საქმე აქვს. და აკეთებს საოცარ საქმეს. როგორ ფიქრობთ, რატომ მქონდა მას უკმაყოფილო რეაქცია იმ პატარა ვიდეოში? ფიქრობთ, რომ ის ნამდვილად არ ეთანხმება პრეზიდენტს? პრეზიდენტ ტრამპს? არ ფიქრობ ესე. მე ვფიქრობ, ემილი, ძალიან დახვეწილი ფსიქოლოგიური ომი მიმდინარეობს. და იცი, საუკეთესო რამ არის ის, რომ თქვა, ფსიქოლოგიური ომი მიმდინარეობს. ფრთხილად იყავი, არ ჩაება საუბარში, რომელიც შეიძლება სულაც არ გეხებოდეს. ისინი სხვა ადამიანებთან საუბრობენ. და თუ ასე ჩანს, რომ ჩვენს მეგობრებს მტრებივით ვექცევით, ხოლო მტრებს მეგობრები ვითრებივით, მაშინ ეს კარგი ნიშანია. ეს კარგი ნიშანია, თქვენ ან წარმოიდგინოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მისი მთელი კაბინეტი, მისი მრჩევლები სულიად გიჟები არიან. ან ისინი ზუსტად იციან რას აკეთებენ. იმედოვნოთ, რომ ეს მეორეა და არა პირველი. ფიქრობ, ძნელია წარმოიდგინო, რომ ისინი ყველა შეშლილები არიან, მაგრამ არც ისე რთულია გავიგოთ ფსიქოლოგიური ომის სირთულე, რომელიც სხვებს და არა ჩვენ არის მიმართული. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვისმენთ. ვიბნევით და ადამიანები ნერვიულობენ და იცი ფიქრობთ ირანის ხალხზე, რომლებიც ამ ყველაფერს კივილით გადიან, ურთიერთობენ დასავლეთთან, რომელიც მათ ვერ იგებს, მათ თავიანთ მთავრობასთან აიგივებენ, თითქოს ერთი და იგივე იყო. ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ისლამური რესპუბლიკის იმათ მოხსენიება, რაც არის. ეს ირანში არსებული წარმონაქმნი. 48 წელი ტირანიისა და ტერორის. ეს გამიჯნა მიხარია. სუხვარ ცივილიზაციის, ირანის ხალხის მოვლენების სირთულის შესახებ ამ უცოდინარობის გამო. გააცნობიერეთ ირანის რევოლუციური გვარდია. უკანა ხედვის სარკეში ნუიყურები, გზა წინ უნდა ეძებო. შენ განაგრძობ ისტორიის გადახედვას და გინდა რომ მომავალიც ასე მოიქცეს. იცი მგონი დეივიდ ჰიუმი იყო თუ ვიღაც ვინც თქვა რომ მომავალს არ აქვს ვალდებულება წარსული გაიმეოროს. ამიტომ ცოტა უნდა გავიღვიძოთ. შევწყვიტოთ სარკეში ყურება და წინ გავიხედოთ. რა გველოდება წინ? ჩვენ ვჩებით ხარის მარცხნივ.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ვერ მოიგებთ ომს ისლამურ რესპუბლიკასთან, თუ ირანელ ხალხს ნამდვილად არ გაიცნობთ და არ გაიგებთ. და ეხლა ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ხალხისგან იანვრის პროტესტზე ვიხილეთ, იყო ძალიან მკაფი მოწოდება, რომ გვირგვინოსანი პრინცი რეზა ფეჰლევი ხელმძღვანელობდეს გადასვლას ისლამური რესპუბლიკიდან. თუმცა შეერთებულმა შტატებმა მას გარკვეულწილად გულგრილად მოექცა ადმინისტრაციამ და რამდენიმე სხვა მსოფლიო ლიდერმა. რატო ხდება ასე? ანუ, რა არ ესმით ამერიკელ პოლიტიკოსებს ირანელი საზოგადოების შესახებ და როგორ შეიძლება ამის გამოსწორება? ემილი, ისტორია ამას დააფიქსირებს, რასაც ახლა ხან ახსენებდი, როგორც უდიდეს კატასტროფას, რომელიც შეიძლებოდა თავიდან აეცილებინათ, უდიდესი კატასტროფა, რომელიც შეიძლებოდა თავიდან აეცილებინათ. დღეს ამას შენთან ერთად ვიტყვი თქვენ. 26 ივლისს 2026 წელს. ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა. ანალიზში ასე ეწერება, ჯერ კიდევ 2026 წელს, 2025 წელი. ირანის ხალხი აღდგა, რომ პირველად 48 წლის განმავლობაში მათ მოისმინეს იმ კაცის სხვა, რომელსაც ენდობიან. ისინი სცემენ პატივს, ისინი იციან, რომ ის ერთადერთი ხმაა. რომ ისინი გამოვიდნენ, დაიძახეს მისი სახელი, ერთადერთი სახელი. და მოგვდნენ, რომ დაებრუნებინათ მოპარული თავისუფლება. რა სხვა ნიშანი გინდათ ნახოთ, რომ ეს კაცი ის არის, ვისაც ენდობიან. თუ არსებობს მოძრაობა თავისუფლებისთვის და თუ ნამდვილად უჭერთ მხარს ესეთ მოძრაობას თავისუფლებისთვის, არ წაართვათ კომპასი იმ ადამიანებს, ვისაც აქედან საარჩევნო ყუთამდე გადაადგილება სურთ, და ეხლა მეკითხებით, რატომ არის ასე? რატო არის ასე? ცოდნის ნაკლებობა, გაგების ნაკლებობა. ისინი ასჯერა. ისინი ასჯერათ, რომ მონარქია თუ რესპუბლიკა არის გადაწყვეტილება, რომელიც ირანის ხალხმა უნდა მიიღოს. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ან პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ უნდა მიიღოს. მხოლოდ ირანის ხალხს შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ მომავალი ასე იტყვის. დასავლეთმა ეს ვერ გაიგო. მათ ვერ გაიგეს, რომ ირანის ხალხს ერთი კაცი სჯერს. ეს ერთი ადამიანი ვერ იქნება. ასე არ შეიძლება. არჩევნები უნდა ჩატარდეს. მაგრამ მოიცადე ერთი წუთით. არსებობს ტრადიცია. არის ესეთი სიტუაცია, რომ მხოლოდ ერთ კაცს ენდობიან, რომ არ გახდეს მეფე ან პრეზიდენტი, არამედ აიყვანოს ისინი საარჩევნო ყუთთან. ეს არის ამ პრობლემის არსი. ეხლა კიდევ ერთხელ თუ ვერ იგებ რაღაც ესეთ საბაზისოს, ის ლოგიკა ეს აჩენს ეჭვს, რომ უბრალოდ არ გინდა გაიგო. ეს აჩენს ეჭვს, რომ აქ ძალიან ბევრი გავლენა მოქმედებს. ჩვენ ვისაუბრეთ გავლენის ოპერაციებზე. აქ ინტერესთა კონფლიქტია. არის იცით, ჩანს, რომ ინტერესთა კონფლიქტია და იცით, პოლიტიკაში აღქმას მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველა ეს კითხვა დასასმელად ლეგიტიმურია. რატო? რადგან ვინმე დასვამს გონიურულ კითხვას, იცით, რატო უნდა ჩაერიო ისეთ საკითხში, სადაც შენი სიტყვა გადამწყვეტი არ არის. რატო უნდა თქვა? იცი, ესა თუ ის ვიღაცის მხარდასაჭერად ან გასაკრიტიკებლად, ვისაც ირანის ხალხი უჭერს მხარს. იცი, მე წავედი ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, თხოვე ხალხს, ჩემ მეგობრებს, რომ დაეკრათ YMCA, რომ პრეზიდენტმა იცოდეს, რომ იქ ვართ. ჩვენ ვიცით მის საყვარელი სიმღერა? და მერე უთხარი ბატონო პრეზიდენტო, მადლობა რომ გაანადგურეთ ან დაგვეხმარეთ საუკუნის ყველაზე კრიმინალური პერსონაჟის აიათოლა ხამენეის განადგურებაში. ჩვენ ამას ვაფასებთ. მადლობა რომ გაანადგურეთ ირანელი ბავშვების მკვლელები. მაგრამ იცით, ერთი კითხვა მაქვს თქვენთვის. ფიქრობ, ეხლა 1775 წელია და ღირსებისა და დამოუკიდებლობის მქონე ადამიანები იბრძვიან ყველაზე დიდ სამხედრო ძალასთან, რომელსაც მართავს ჯორჯ მესამე ტირანი. და აქ ცხოვრები ადამიანები უმწევები არიან, მათ არ იციან როგორ იბრძოლო. იცი, მათ იარაღად სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოები აქვთ. და არის ერთი ფრანგი, რომელიც სამხედროა. ის მოდის თქვენს დასახმარებლად და ამბობს, აქ ვარ რომ დაგეხმაროთ. იცით, დაგიბრუნოთ თქვენ თავისუფლება. მაგრამ მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს. არის ერთი კაცი, სახელად ჯორჯ ვაშინგტონი. მასზე ასე დარწმუნებული არ ვარ. არ ვიცი, ის არის თუ არა სწორი ადამიანი ამ რევოლუციის ხელმძღვანელი. ამერიკელი, ისინი თავისუფლებას ითხოვენ, მინდა რომ დავეხმარო, მაგრამ ამ კაცში დარწმუნებული არ ვარ. რა სიტყოდი?
და როგორ შეაფასებდა ისტორია ამ სიტუაციას. სუსტად ამ მდგომარეობაში ვართ. ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია გაიგოს, რომ სტაბილურობა სჭირდება ხალხის მხარდაჭერა, დემოკრატია, სეკულარული დემოკრატია. ისინი ვერ პოულობენ წვილმანი დამცოს. პრინცი რეზა ფეხლავი, რომ ხალხის მოძრაობა საარჩევნო ყუთთან მიიყვანოს. ეს ერთი საკითხია. თუ ამას ნათლად გადმოვცემთ, ემილი, ფიქრობ, ეს არის ამ რთული სიტუაციის კრიტიკული მნიშვნელობა. უბრალოდ მიიღე ამ კითხვაზე პასუხი. ხართ თუ არა თქვენ ატარებთ გათავისუფლების კამპანიას თუ პირად კამპანიას? პასუხი არის პირველი და არა მეორე. ეს არის გათავისუფლების კამპანია, რომელსაც მართავს პრინცი რეზა ფახლავი. ამის გაგება არც ისე რთულია. ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ეს აზრს მოკლებულია. ისტორია ამას საშინო შეცდომად შეაფასებს. ეხლა მინდა კითხოთ ქუინსის ინსტიტუტზე, სადაც Trita Parsi აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და თანადამფუძნებელია. ახლახან გამოაკვეთნა ანგარიში, სადაც ამტკიცებს, რომ ისრაელი $1 მილიარდიან გავლენის კამპანიას აწარმოებს ამერიკის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის. ამავე დროს ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ ქუინსის ინსტიტუტთან და რა თქმა უნდა ნიაკთან დაკავშირებულმა პირებმა თავადაც პოზიციებს იცავდნენ ისლამურ რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათი საკუთარი გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ კითხვები დიდი ხანია არსებობს. მოთხოვნებით, რომ ისინი ფარას მიხედვით დარეგისტრირდნენ. როგორ უნდა გაარჩიონ ამერიკელებმა ლეგიტიმური ადვოკატირება, უცხოური გავლენის ოპერაციები და როდის უნდა დაექვემდებარონ ორგანიზაციები უფრო მკაცრ კონტროლს, მათ შორის ისეთ კანონებს, როგორიცაა ფარა. ემილი, როდესაც პირები მოქმედებენ სხვა მთავრობების სახელით, შეერთებული შტატების მთავრობა, იუსტიციის დეპარტამენტი ამას ძალიან სერიოზულად ავიკვამს. ამიტომ იცი, მე მაქვს პირადი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით და შემიძლია გითხრა, რომ ისინი ამას სერიოზულად ეკიდებიან. ზოგჯერ სრულიად გაუმართლებლადაც კი. მაგრამ ისინი კარგ საქმეს აკეთებენ უმეტეს შემთხვევაში. ასე. საკითხავია როგორ არის როგორ ხდება, რომ გარკვეული პირები ჩნდებიან გარკვეულ დიპლომატიურ შეხვედრებზე და მუდმივად იცავენ იმ უცხო ქვეყნის ინტერესებს, რომელიც ამჟამად ომშია შეერთებულ შტატებთან. და როგორ ხდება, რომელი წესების მიხედვით, რომელი კანონის მიხედვით. ზუსტად როგორ ხდება, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ირჩევს იმავე პირებს, ან ზოგიერთ იმ პირს, რომლებიც ფედერალური მოსამართლის მიერ მსჯავრდებულებად გამოცხადდნენ. სიამოვნებაში ხო იცი, ენები, იცი თუ ირანის მთავრობის აგენტი არ ხარ, არ ვიცი რა დაგიძახ და ყველა მკიცებულება ამას აჩვენებს. და როცა ეს ხდება, მე ვფიქრობ ამერიკელებს აქვთ უფლება დასვან ეს კითხვა. და მე ვსვამ ამ კითხვას როგორც ამერიკელი. რატო? რატომ არ იძიებს ამ საკითხს იუსტიციის დეპარტამენტი? ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობაა? აჰა, გასაგებია. სასარგებლო იდიოტები. კარგი, მივხვდი. თუ ასეა და ეს ემსახურება შეერთებული შტატების ეროვნული საფრთხეების ინტერესებს, რომ გამოიყენონ რაღაცა იდიოტები ექსპერტებად, რათ? გაგრძელეთ. ხვდები, რომ ეს ტაქტიკური ნაბიჯია. ეს უნდა გაკეთდეს. და მე უბრალოდ ჩემი ლოგიკა ჩემთვის უნდა დავიტოვო და გაველოდო. მაგრამ თუ ასე არ არის, იმოქმედეთ. ზოგჯერ იმ ადამიანების ყოლის ხარჯსარგებელი, რომლებსაც მრავალი ინტერესი აქვს და ღირსებაც არ გააჩნიათ, საერთოდ არ აქვს ღირსება. ფული? ემილი, შენ იცი რაზე ლაპარაკობ. სასარგებლო იდიოტებს უხდიან ფულს. რომ გააკეთონ ის, რასაც ეუბნებიან. თავიანთი ქმედებებისთვის. და იცი, მე ვფიქრობ დროა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ სერიოზულად შეხედოს ამას. ჩვენ ომში ვართ. ეს უყურადღებობაა ხელისუფლების მხრიდან, თუ ისინი არ გამოიძიებენ იმას, რაც უნდა გამოიძიონ. მათ უნდა დაიცვან კანონი. მე ვფიქრობ სერიოზული ქმედება. მართლა სერიოზული ქმედებაა. უკვე დიდი ხანია რაც საჭირო მივიღოთ ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნების აგენტები არიან. ყველა ცნობილი კრიტერიუმითა და განსაზღვრებით, მაგრამ მათ უგულებელყოფენ. ასე რომ პრობლემა არსებობს, ემილი, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს.
ეხლა შეერთებულ შტატებში არიან ორგანიზაციები და კომენტატორები, მათ შორის ისეთი ადამიანები, როგორიცაა ტრიტა პარსი, ასევე სხვაები ნაიაკში და სხვა ორგანიზაციებში, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმაში, თუ როგორ ესმით ამერიკელებს ისლამური რეჟიმი, განსაკუთრებით მედიასა და პოლიტიკის ფორმირების სფეროებში. რა უნდა იცოდეს ამერიკულმა საზოგადოებამ ამ გავლენის ქსელის შესახებ და როგორ მოახდინა მან გავლენა შეერთებული შტატების პოლიტიკაზე რეჟიმის მიმართ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მიკერძოებაზე Crown Prince Reza Pahlavis წინააღმდეგ. იცით, ისლამური რესპუბლიკის გავლენის ოპერაცია შეერთებულ შტატებში ჭორი არ არის. უბრალოდ შეხედეთ ყველა იმ პირს, ვინც დააკავეს სასამართლოზე გაასამართლეს, შაური დასდეს, მისი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებისთვის, იქნება ეს აღჭურვილობის გაგზავნა ისლამური რესპუბლიკისთვის და ისინი ყველა, სხვათა შორის, ყველა მონაწილეობდნენ იმ დანაშაულებში, რაც ისლამურმა რესპუბლიკამ ჩაიდინა ირანის ხალხის წინააღმდეგ ბოლო 48 წლის განმავლობაში. ისინი ყველა მონაწილეები არიან. ერთ დღეს მათ პასუხისგება მოუწევთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი სადაზვერო სააგენტოსთვის მუშაობდნენ, რა გზით და რამდენი სასარგებლო იდიოტის როლი ითამაშეს, რა სახელებითაც არ უნდა ყოფილიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული შეაგროვეს. მოვა დღე, როცა მათ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ. და ეს დღე ახლოვდება, ეჭვგარეშეა. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მიუძღვნეს თავიანთი რესურსები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამართლიანობა აღსრულდეს. და უგულებელყოფა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არსებული საფრთხეების უგულებელყოფა ამერიკელი ხალხის მიმართ უსამართლობა. რატო უნდა აინტერესებდეთ ამერიკელ ხალხს ეს საკითხები ირანის გავლენის ოპერაციებთან დაკავშირებით? მოდი უბრალოდ ამას გეტყვით, ცოტა სწრაფად გადავხედე. რატო უნდა ადარდებდეთ ამერიკელებს ისლამური რესპუბლიკა 1979 წლიდან? ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენი ორგანიზაცია შეიქმნა იმისთვის, რომ ისლამური რესპუბლიკისგან მომდინარე საფრთხეს წინააღმდეგობა გაეწია, რომელმაც ამერიკელები 454 დღით ბრძეულად აიყვანა. ეს ჭორი არ არის. საქმე მხოლოდ ბიჯანკიანს არ ეხება. ისლამური რესპუბლიკის მოწინააღმდეგე, სიონისტები, ამერიკული დაზვერვა არ ეს უბრალოდ ფაქტებია. ასე მოხდა. 48 წლის განმავლობაში ეს იყო ნორმა. და იცი, ჩვენ უბრალოდ უნდა დავწუნდეთ, რომ ვასწავლით თავად გავერკვეთ, რა არის ირანი, როგორ მოვიგოთ ეს ომი. გავლენის ოპერაცია უნდა განვიხილოთ, ამას გარკვეული ფასი აქვს. თუ უბრალოდ შევხედავთ, იცით, ყავს რამდენიმე სასარგებლო იდიოტი, რომლებიც მუდმივად ისე გამოიყურებიან, თითქოს მეორე მხარეს მეგობრულად არიან განწყობილნი, მაგრამ სინამდვილეში ისინი ჩემს მხარეს არიან. ისინი იმ მხარეს არ არიან. სულელური ასე ფიქრი, როცა ადამიანებს ღირსება არ აქვთ. არანაირი კუთვნილების გრძნობა არაფრის მიმართ. ეს უბრალოდ ფულია და დიდება. და ასე რომ ეს არის, ხო, არა, საქმე დიდ ფულში არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, ზოგჯერ ადამიანები რაღაცებს მხოლოდ იმისთვის აკეთებენ, რომ ცნობილი გახდნენ, ემილი. მხოლოდ იმისთვის, რომ ცნობილი გახდნენ, თუნდაც მას სასარგებლო იდიოტებად და კიდევ ბევრად უფრო შეურაცხყოფელი სიტყვებით მოიხსენებენ. მათ საკუთარი ღირსება არ აქვთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უნდა მოეკიდოთ მათ სერიოზულად, აბსოლუტურად. ყველანი უნდა ვიყოთ შეშფოთებული, რადგან ისლამური რესპუბლიკის ტერორისა და ტირანიის წინააღმდეგ ამ ზომებს თავისი ფასი აქვს. მე პატარა სწრაფი კვლევა ჩავატარე. ვიღაცა ოჰაიოში ჩვენი გამორჩეული ყოფილი პრეზიდენტის მშობლიურ შტატში შეძლებდა შეეძინა პატარა სახლი ამ თანხით. ამიტომ უნდა გაინტერესებდეს. შენ იხდი ამისთვის. როგორც ამერიკელი გადასახადის გადამხდელი, შემიძლია გითხრა შენ იხდი ისლამური რესპუბლიკის ავანტიურიზმის საპასუხს, ტერორიზმს და ქაოსის შექმნას ახლო აღმოსავლეთში. ვაშორეთ ისლამური რესპუბლიკა. ახლო აღმოსავლეთი ბევრად უფრო უსაფრთხო ადგილი გახდება. და კარგი ამბავი ის არის, რომ ისლამური რესპუბლიკა, როგორც ვიცოდით, მკვდარია. არც საჰაერო ძალები, არც საზღვაო ძალები რო ითქვას, კლებადია. სულ ამას ამბობენ. არა, ჩვენ საუკეთესო რაკეტები ბოლო ფაზისთვის შევინახეთ. კარგი, მშვენიერია. კარგი. მოდით ნახოთ, როგორ გამოიყენებთ ეს ბოლო რაკეტებს და სად აღმოჩნდებით ამის შემდეგ. ასე რომ, კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენ უყურებთ ლოკობილ გვამს ღია საფლავის გვერდით, რომელსაც მალე ჩააგდებენ იმ საფლავის ფსკერზე. მას ეწოდება ირანის ისლამური რესპუბლიკა. 1979-2026.
ეხლა უნდა დავასრულოთ, მაგრამ მინდა ბოლო კითხვა გკითხოთ. ვიცი, რომ ბევრი რანელს აქვს შეშფოთება, ისევე როგორც ბევრ ისრაელელს, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა, ომში დაბრუნება, ცეცხლის შეწყვეტა, ომში დაბრუნება. ეს არის რაღაც, რაც ხელს უშლის ისლამური რესპუბლიკის დასრულებას. ამიტომ მინდა თქვენი აზრი კითხოთ. როდესაც საქმე ეხება ბრძოლების შეჩერებას, როგორც ახლა, როცა ამას ვიღებთ, ამ ომში ამჟამად შეჩერება ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს დასასრულია. ან ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე ისევ მოგვიწევს ამ საკითხის მოგვარება. რას ფიქრობთ? ემილი, როცა სამხედრო მოქმედებები შეჩერდება და მის გვერდით საფრთხეა. თუ არ მოხვიდე და არ დამნებდები, ისევ იმას გავაკეთებ, რასაც გუშინ გიკეთებდი. დარწმუნებული იყავი, შეჩერება დასასრული არ არის. გინდა იცოდე, სად არის დასასრული, როცა შეერთებული შტატები გამოიყვანს მთელ თავის სამხედრო ტექნიკას სპარსეთის ყურედ. როცა ეს მოხდება, მაშინ მიხვდები, რომ ეს არის დასასრული. სანამ ისინი იქ არ იქნებიან, ეს აბსოლუტურად არაფერია სანერვიულოდ. შეერთებული შტატები არ დახარჯავს 50 მილიარდ დოლარზე მეტს. და ამერიკელების სიცოცხლეს რომ დაბრუნდეს და დატოვოს ახლო აღმოსავლეთის საფრთხე უცვლელად. ეს არ მოხდება. აბსოლუტურად დარწმუნებით გეუბნებით. რატო? იმიტომ რომ ამას აზრი არ აქვს. ამბობენ ხო იცი, იცადეთ ნოემბრამდე, აჩვენებამდე, პრეზიდენტის უფლებამოსილებებამდე და ასე შემდეგ. მე ვამბობ, არა. არ ვამტკიცებ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ხვებზე უკეთ ვიცი. მაგრამ მე შევისწავლე პრეზიდენტი ტრამპი. პრეზიდენტი ტრამპი. მე ვფიქრობ ეთანხმები ემილი, მას არ უყვარს წაგება. მას არ უყვარს თანამდებობიდან წასვლა დამარცხებულის სახით. აბსოლუტურად არა. ის დაასრულებს საქმეს. ის გააკეთებს იმას, რაც ამერიკისთვის საუკეთესოა. არ მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ასრულებს ვალდებულებას ირანის ხალხი ტირანიისგან გაათავისუფლოს. არა, ეს ხდება იმით, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების საუკეთესო ინტერესებს მიუყვებით, განსაკუთრებით ისრაელის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში. ეს მოხდება. ამაში ეჭვი არ ვეპარებ. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი გაიმარჯვებს. იცი, ამბობენ ბიჟან, შენ ყველაფერში ეთანხმები იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს და აკეთებს? აბსოლუტურად არა. აბსოლუტურად. მე არ დავეთანხმე პრეზიდენტს, როცა მან თქვა, რომ დახმარება გზაშია, მაგრამ არ დააკონკრეტა რას გულისხმობ. ეს არასწორი იყო. ეს არასწორი იყო. ეს დარჩება ისეთ რამედ, რაც არ გაქრება. იცი, დღეს ვიღაცა მითხრა ემილი, მითხრეს თუ არ გინდა შეცდომა დაუშვა. თუ არ გინდა გაგაკრიტიკონ, არაფერი გააკეთე. არაფერი თქვა, არაფერი იყავი. ასე რომ თუ შენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხარ და ამ ყველაფერს წხვეთ, არ უნდა ელოდე სრულყოფილებას. საუკეთესო უნდა გააკეთო. საუკეთესო უნდა გააკეთო, რადგან გიყვარს შენი ქვეყანა. და აკეთებ იმას, რაც ამერიკისთვის საუკეთესოა. ამიტომ ხშირად მithქვამს ეს ირანის ხალხს არაფერი მართებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ. მათ საკუთარი შვილების სიცოცხლით გადაიხადეს, რომ ეჩვენებინათ რა სურთ. იცით, თუ ერთი რამ არის, რაც უნდა გავიგოთ, ეს არ არის მთავრობის ფორმის, ან საომავლო ხელისუფლების, ან რაიმე მსგავსი მხარდაჭერა. ეს არის პრინციპის მხარდაჭერა, რომ ირანში არსებობს ხალხის მოძრაობა, რომელსაც ლომისა და მზის მოძრაობა ქვია, ეს ნამდვილი მოძრაობაა და მათ ლომი და მზე აირჩიეს სიმბოლოდ. როგორც დროშა, რომელიც უნდა ატაროს იმ ადამიანო, ვისაც ენდობიან, რადგან დროშები თავისით არ დადიან, ვიღაცას უჭირავს ისინი და ხალხი დროშას უყურებს. ისინი სურთ მიხვმენ მას, მაგრამ დასვამენ კითხვას. ვინ ატარებს დროშას? თუ ისინი არ ენდობიან იმ ადამიანს, ისინი არ მიხვებიან მას. და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ფიქრობ, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან. შეგიძლია იმუშაო მათთ. არა, ისინი არ არიან. ისინი არ არიან. სინამდვილეში შეხედე გოლიათს. იცი, მისი მეტსახელია Players-ი. ასე იჭერ ხალხს. სტუდენტებს Players-ივით იჭერ და უნივერსიტეტის სახურავიდან აგდებ ქვემოთ. სასიკვდილოდ. აი ეგ არის ის კარგი ბიჭი, ვისთანაც მუშაობას აპირებ. გულწრფელად რო თქვა, აი იქ ვამბობთ, რომ მტრებს მეგობრებივით ვეფრობით. აი ეგა პრობლემა. მაგრამ ხო, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვჭირდება, იცით, პრეზიდენტმა ტრამპმა არ უნდა დახარჯოს ენერგია იმის ფიქრზე, რომ მხარი დაუჭიოს პრინცს. პრინცს არ სჭირდება პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა.
მას სჭირდება ირანის ხალხის მხარდაჭერა და სწორი შეკითხვა იქნება, აქვს თუ არა მას ეს მხარდაჭერა. და შემდეგ ისინი ამბობენ, რომ მას შეუძლია სახმელეთო ძალების ორგანიზება, იმიტომ რომ თქვენ არ ეხმარებით. აი რატო არ ეხმარება თქვენი კომენტარები? ეს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზია. შეგიძლიათ კიდევ ბევრი სხვა საბაბი მოიფიქროთ, რადგან უკვე გადაწყვიტეთ ლაფაიეტს არასწორი პასუხი გასცეთ. ასე რომ შეიძლება ეს ზუსტად ესე არ არის, მაგრამ ვერ უგულებელყოფთ, რომ ეს შეიძლება იყოს ნაწილი. და ეს შეიძლება გამოსწორდეს. შენ კიდევ არის დრო. არც მხარდაჭერა სჭირდება, არც რაიმე ოფიციალური მოწონება. უბრალოდ მოусმინეთ ირანის ხალხს. მოусმინეთ მათ. რა კიდე უნდა თქვან? რა სხვა მტკიცებულება გჭირდებათ 52,000 ადამიანის სიცოცხლეზე მეტი? და ეს არის ამჟამინდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ციფრი, რომელსაც ვიმეორებ. 52,000 ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. შეხედეთ ამ სახეებს, მათგან წარქმეულია მომავალი. და ეს ტრაგედია. როდის მოხდა ბოლოს ესეთი მასშტაბის ტრაგედია? და მედია სამართლიანია. მედია ამას აშუქებს. თუ ხალიჩის ქვეშ მალავენ, ჩვენ არ ვიცით მათი სადაურიცხები ის. შენ ორივე მხარე უნდა გააშუქო, ხო იცი? და სწორედ ამიტომ იყო განსხვავება პატიოსენ გაშუქებასა და ანგარიშების გამოქვეყნებას შორის. და ამიტომაც უწოდებს პრეზიდენტი ტრამპი ზოგიერთ მედიას ყალბ მედიას. და შენს და მეც ვიცით, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ. სასიამოვნოა შენთან ერთად ვიყო სიმართლის რეძზე. როგორც სიმართლე, როგორც ჩემი გამორჩეული მეგობარი, გენერალ ლეიტენანტი მაიკ ფლინი ამბობს. სიმართლეს კითხვები არ ეშინია. კარგი, ამაზე უნდა დავასრულოთ, მაგრამ მინდა მადლობა გადადიხადოთ ბიჯანკიან, რომ დღეს შემოგვიერთდით გადაცემაში სიმართლის ღერძი. Thank you.